რამდენად რეალისტურია, რომ ტრამპი, რომელიც ამბობს, რომ ის არაპირებს ომების დაწყებას და ის არც ერთ შემთხვევაში და ყველაფერს აკეთებს, რომ სხვა ომების დამთავრდეს, მოქმედი ომები. ეხლა გადაეშვას რაღაც თუნდაც იგივე წერტილოვანი დარტყმებით ირანისთვის, ამერიკული ძალებით, ესე ვთქვათ, რაღაც ობიექტების და ინფრასტრუქტურის ბირთვულის ძირითადად, რა თქმა უნდა, სავარაუდოდ, რა თქმა უნდა, არა, სავარაუდოდ ბირთვული ობიექტების განადგურება. რას ფიქრობ? როდესაც დონალდ ტრამპი იყო პირველ ვადაში, მან იგივე მეთოდები განახორციელა ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებით, იქაც ემუქრებოდა დაბომბვებით და საბოლოო ჯამში კიმ ჩენ ირს ის უშუალოდ შეხვდა კიდეც პერსონალურად და შეეცადა დეესკალაციას. ალბათ ესეთი მეთოდია ამ შემთხვევაში გამოყენებული, მაგრამ აქ არის ერთი მოთამაშე, ეს არის ისრაელი. ისრაელმა ძალიან კარგად იცის, რომ შეიძლება ეს იყოს ბოლო რამდენიმე თვე ან წელი, როდესაც შეუძლია გაანეიტრალოს ირანის ატომური პროგრამა და შესაბამისად ის ყველაფერს გააკეთებს, რომ აი ეს პერიოდი გამოიყენოს ამისათვის, რათა გაანეიტრალოს ირანის ატომური პროგრამა, ეს ერთი და მეორე 2017 წლის შემდეგ ირანს ჰქონდა სრული კარტ ბლანში ახლო აღმოსავლეთში იმ გაგებით, რომ პირველად მოხდა საუკუნეების განმავლობაში, როდესაც ირანული ტვირთი, რო იტვირთებოდა თეირანში, აღმოჩნდებოდა ხმელთაშუა ზღვის ნაპირზე, გაივლიდა ერაყს, გაივლიდა სირიას, შავიდოდა ლიბანში და გავიდოდა ხმელთაშუა ზღვაში. დღეს ეს ესე აღარ არის. სწორედაც აი ამ გეოპოლიტიკური ეს გვარი შიიტური რკალი, რომელიც მას უშუალოდ ჰქონდა შექმნილი, ეს რკალი დარღვეულია და ახლა რეალურად მან ძალიან კარგად იცის, რომ მისი მდგომარეობა ყველაზე სუსტია ბოლო წლებში, რაც კი იყო, ისევე როგორც ვიხილეთ ჰეზბოლას უკიდურეს დასუსტება. და ამას დავამატოთ ერთი პრობლემას, რომელზეც ხშირად არ საუბრობენ ხოლმე, ეს არის წყლის სერიოზული დეფიციტი და პრობლემა, ასე ვთქვათ, ირანში. ირანში დინარების დიდმა ნაწილმა, ასე ვთქვათ, დაიკლო, წყალი დეფიციტური გახდა და რაც ყველაზე სერიოზულია, დეფიციტური გახდა მისი წყალი ავღანეთთან მიმართებითაც და ავღანეთსა და ირანს შორის ურთიერთობა ყოველ ზაფხულს კრიტიკულად იძაბება ხოლმე. არის შეტაკებები და შეიძლება მომავალში ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად გამწვავდეს, ისევე როგორც პაკისტანსა და ირანს შორის, სწორედ ამავე და მსგავს მიზეზზე, სადაც არის ბალოჩისტანი, ასეთი რეგიონი, რომელიც ორივე ტერიტორიას იკვეთს, პაკისტანსაც და ირანსაც და მათ შორის კონფლიქტი ასევე მოსალოდნელია და საბოლოო შეჯამების ის, რომ ვთქვათ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ძალიან კარგად იცის, რომ ირანი როგორც რეგიონალური მოთამაშე ახლა ძალიან ძლიერია, მაგრამ მას აქვს ერთი ფუნდამენტური სისტემა. ეს არის რომ აიათოლა ხამენეი ახლა არის ასაკში და მისი რეპუტაცია ძველებურად ძლიერი და მისი გავლენიანი აღარ არის და რეჟიმის რღვევა თუ მას ეს თქვა დასჭირდა, ის ფიქრობს ასე, რომ წერტილოვანი დარტყმებით და ამ რეპუტაციის კიდევ უფრო რღვევით შეიძლება ირანში გამოიწვიოს რევოლუცია. თუმცა, ვიმეორებ, ეს არის მაინც ეს თქვა სტრატეგიული ხედვა და შეიძლება გონებრივი სპეკულაცია, მაგრამ ფუნდამენტური რამ არ იცვლება რეგიონში, რომ ირანი როგორც ერთ-ერთი მთავარი მეტოქე ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების როგორც ჩანს ის ღიად აპირებს ამ ბრძოლაში შესვლას და ამ პროცესში ეს თქვა ჩართვასა და ესკალაციის გაგრძელებას. ნახავთ, შევხედავთ